გამარჯობა, მოგესალმებით. ტვინის გასაღების მე-10 ეპიზოდი დაგიბრუნდით დავამგვალეთ თოკო სხვათა შორის. უკვე ნოლიანი დავაწერეთ ჩვენ სიმს და მეორე და მესამე ნოლიანებს და უფრო დავიხვეწებით სხვანაირ წარდგენებს გავაკეთებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ესე უნდა წარგადგინო მაინც. თქვენი საინფორმაციო ამბების სამყარო თორნიკე ბაღათურია. რა თქმა უნდა, ბოდიში, რა თქმა უნდა, ვახსენოთ ჩვენი სპონსორი, რომელიც აი ჭეშმარიტად უდაოდ ისეთი პროდუქტია, რომ მაგის გარეშე ადამიანის ცხოვრება ზოგადად არ შეუძლია. და ჩვენი სპონსორი არის მინერალური წყალი, მინერალი, რომელიც არის 100% ნატურალური, სუფრის არაგაზირებული წყალი. რომელსაც დარწმუნებული ვარ და შემოვა, იმიტომ რომ ჯერ ხალხი ესე გადაარიცხნოს კომფორტული შეფუთვა ძალიან შეფუთვები არის და მეგობრებო გასინჯეთ მინერალი არინანებს. მოკლედ დღეს გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა 7 წყნარ ვითარებაში წავიყვანოთ ეს გადაცემა ისეთი საინტერესო რაღაცები მოხდა მსოფლიოში რომ მეორე ეგეთი არასდროს არ ყოფილა რომ ვთქვათ რომ აი ხედავ ადრე მოხდა ანუ ყოველ გადაცემა ისეთ რაღაცები ხდება რაც არასდროს არ მომხდარა. ერთი რაღაცა კი არის ყოველ კვირაში ერთხელ რაღაც ისეთი ხდება რომ მაგზროებაში მოგვიწია ხო საინტერესო პერიოდში გვიწევს ცხოვრება. და როგორც საინფორმაციო ამბების დირექტორმა და წამყვანმა მოდი პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე და ჩემი ფავორიტი პოლიტიკოსი ბატონი ჯეიდი ვენსი და ზელენსკის და ტრამპის კი ბატონო ვიდეო განვიხილოთ რაღაცა პატარა ფრაგმენტი ესეთ რაღაცა არ მოხდარა ეს არის ანუ ისტორიაში ესეთ ოვალურ კაბინეტში და ოვალ კაბინეტს თავმჯდომარეობა ზოგადად დიპლომატიური შეხვედრები და ორი ქვეყნის ლიდერები და რაღაცა რომ ესეთი ხო არ გახსოვს შენ და არც არის არ ყოფილა რომ ესე კაბინეტში ხო აი ესეთი ფაქტი არა ეგეთი რაღაცა ხო შენ ხა წარმოიდგინე კულისებში რა ხდება ეს ახლა სააშკაროზე გამოვიდა და ვნახეთ და კულისებში ხვდები როგორი ლაპარაკები მიდის და იქნებ თავის მიდებები და პირდაპირი შეურაცხყოფი აი პირდაპირი გაგებით შეურაცხყოფები მიდის. ახლა ეს სააშკაროზე გამოვიდა აგერ ყველაფერი და მოდი ერთ ვნახოთ ეს შოუმენი ეს იმენა ცირკაჩი როგორ არ მევასება ბიჭო ეს კაცი. ზელენსკი თუ არ გევასება პრორუსი გამოდი ხარ ისე მაინტერესებს ეგ როგორ არის. მაგასთან დაკავშირებით შეიძლება ერთი განცხადება რომ გავაკეთოთ ეს გასაკეთებელი გვაქვს ჩემი აზრით უბრალოდ ჩვენი აი ნეიტრალური მსმენელი და მაყურებლისთვის ვისაც რაღაც კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით გაჩენილი რა. თუნებას, მაგრამ გავაკეთე. კი, თუნებას დამრთავ ერთი ამას ვიტყვი აუცილებლად, იმიტომ რომ მეგობრებო ესეთ ხმამაღალი არ უნდა იყოს წესით ეს განცხადება, იმიტომ რომ რავი თავის თავადაც ნათელია ყველაფერი და ამის დაწვრილმანება არ უნდა გჭირდებოდეს, მაგრამ რავი ჩვენი გადაცემებში მიმოვიხილავთ ამბებს, რაც იმ დროისთვის მსოფლიოში ხდება. ამ ეტაპზე რავი ყველაზე დიდი კოშმარი რაც შეიძლება ხდებოდეს ეგ არის ომი და ეს ომი ხდება უკრაინაში. ვინაიდან და რადგანაც ამ ომს მხარს არავინ წესით და ზოგადად ომს მხარს არავინ არ უნდა უჭერდეს და ეს ომი ამ ომში მოგებული ეხა ვიღაცას მეტი ტერიტორია დარჩება თუ ნაკლები ვერავინ ვერ დარჩება იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი იმ მხრიდანაც ამ მხრიდანაც მილიონზე მეტი ადამიანი ცოცხალი აღარ არის. აი ესეთ ვითარებაში ვღწერთ სიტუაციას რა სიტუაციას ზოგადად ომის მომხრე არავინ არ ვართ და არავინ არ ვთვლით რომ ომიდან ზოგადად მოგებული ვიღაც რჩება რა. ომს იმხელა დანაკარგი აქვს რომ მაქინა ვერ ამოვადა. ერთადერთი მოგება ის იქნება რაც რომ მალე დამთავრდეს ეს ომი. იმ ქართველებისთვის და არა ქართველებისთვის ვისაც შეიძლება ვინც შეცდომაშია შეყვანილი ან არასწორად ესმის ჩვენი ნათქვამი რომ თითქოს ჩვენ გვიხარია რომ რუსეთი უგებს ომს უკრაინას და უკრაინას არა ეს არის ძალიან აი დაბალი ტონი ცივი რო დალიონ ხო არა მაგათ ეგეთი მე დალიონ მაგრამ ნახე რაღაც მინდა რომ ვეცადო რომ იქნებდა შენ გაიხსნა ძვერი გამოთქვა ესეთი რომ გველსახრელი თამოიყვანს ენადგილად მოუბარია მე გადავწყვიტე რომ რაღაცა შანსები მივცე ხოლმე რა ეს ადამიანებს და გითხრათ რომ ჩვენ გმობთ ყველანაირ სიკვდილიანობას რაც ომში მოდის და ამ უბედურებას რაც იქ ხდება და იმ ხალხში ხდება აქ გამარჯვებული არავინ არ არის უბრალოდ გამარჯვება იქნება ამ ომის დასრულება და ვისაც გგონიათ რომ ჩვენ გვიხარია რომელი მხარის ანწაგება ან მოგება და ამისკენ ვართ მიმართული ან ვიღაცა ვზივართ ეხლა და უკრაინაზე ცუც ლაპარაკობთ არ არის სათქმელი და ვიღაცაზე არ ლაპარაკობთ ცუც ლაპარაკობთ უკრაინის თავრობაზე ვინც ბევრს უკრაინაზე არა ვინც ბევრს ლაპარაკობს თუნდაც ჩვენზე ჩვენ საქმეებს ვერ ხედავს იმას ვერ ხედავს რომ თელი სოფლიო მშვიდობისკენ მოუწოდებს სიტუაციას და კიდე რავი მაგაში ხარ აი მაგათი ხარდამჭერების გასაგონად ესა რომ ჩვენ
არავისკენ არ ვართ და ეს ომი არავის არ უხარია ნორმალურ ადამიანს და ვისაც ეგრე გონიათ მართლა ხვდები ან დაფიქრდით უბრალოდ რომ საშინელება გონიათ ან რავი თუ ეგეც არ გაკმაყოფილებთ მართლა საივიწყალი დალია და გამორთეთ და ნუ გავუყურებთ რა ეგეთ რაღაცებს თქვენთვის არ შეიძლება რა გადატრიალდით იქიდან ხარს მართლა მოდი მოусმინოთ ესეთ რაღაცებს ახსნა ხო ხვდები ზოგადად ესე არ ხდება რა მაგრამ ნახე რა არის მე ხო რაღაც მომივიდა რა ხო ბევრი მე უბრალოდ ხო მე ვფიქრობ რომ უბრალოდ აზრი არ აქვს იმიტომ რომ მაინც ვერ გაგიგებენ მოკლედ ეგეთი მსმენელისთვის ვინც ვერ ვიგებს ხოლმე რაღაც და ისე როგორც საჭიროა ხმამაღლა ვაცხადებთ რომ ჩვენ ვართ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის საქართველოს მხარეს როგორც საქართველოსთვის იქნება კარგი და უკეთესი აი იმის მხარეს იქნებით სულ და ნუ რა ვიცი ნუ გონიათ რომ ვინმეს ომში გამარჯვება უხარია ან არ უხარია ან საშინელ და საზარელ ფაქტს პირიქით გმობთ რასაც ქვია ომი და ნეტავ მალე დამთავრდეს ეს არის ჩვენი აზრი რა რა ვიცი მშვიდობა ვისაც არ უნდა და ომის გაგრძელება უცებ უნდა ყველანაირად ცდილობს რომ ომი მალე არ დამთავრდეს ზელენსკი მოდი მოусმინოთ აბა ერთი ამათ პატარა ფრაგმენტს შემდეგ ხელი მოვაწერეთ პატიმრების გაცვლის შეთანხმებას, მაგრამ ის არ მიჰყვა ამ შეთანხმების პირობებს. რა დიპლომატიაზე საუბრობთ? რას გულისხმობ დიპლომატიაში საერთოდ? მე ვსაუბრობ იმ დიპლომატიაზე, რომელიც თქვენი ქვეყნის განადგურებას მოუღებს ბოლოს, ბატონო პრეზიდენტო. ჩემი აზრით, ეს არის პატივცემულობა ამერიკის მედიის წინაშე, ასე ხისტად საუბარი, რადგან თქვენ ამჟამად გაქვთ ადამიანურ ძალასთან დაკავშირებული პრობლემები და არასრულწლოვნებს მიერეკებით წინა ხაზებზე. გასაგებია თქვენზე უკეთ მერიცი უკრაინაში არსებული მდგომარეობა. გასაგებია თვალს ვადევნებ ახალ ამბებს და ვიცი რაც ხდება თქვენ ვარს ამბობთ ამაზე რომ ასე ვთქვათ აწყდებით პრობლემას რომ გაიწვიოთ ხალხი ჯარში იმიტომ რომ თქვენ ახლა იმყოფებით ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლში და უტევთ იმ ადმინისტრაციას რომელიც თქვენი ქვეყნის განადგურებისგან დაცვას ცდილობს ვინც მე ხა ჯერ უმადურია ზახა და მართლა უმადური არის ამერიკა რომ ამ თამაშიდან გავიდეს უკრაინა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. აი ხა სამიტი იყო ბრიტანეთში შეიკრიბნენ სოფლიო ლიდერები და ჩვენო უკრაინას დაუდგებით იქამდე სანამდე ეს საჭირო იქნებაო. იცი რა მაინტერესა, აი სანამდე საჭირო იქნება რას გულისხმობს? სანამ ბოლომდე არ განადგურდება უკრაინა თუ აი რას გულისხმობს 3 წელი ხომ მიდის ომი მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. რა არის პროსტა ესეთი რა? არა, ბოროტები არიან, როგორ შეიძლება ეხა ეს ამაშინ ის რა უნდა ქნა, მაშინ მოდი და ჯარი დაახმარე რა უკრაინა 3 წელია რომ პაჯი გაწევდა რაღაც ფულს რო აძლევ მარტო და სხვას რო არაფერს არ აკეთე, ფაქტი ხო არის აქ რომ შედეგი რა ვინ არის ეხა შენ ეხა რაც დამისვი ამ წელს რა ხო მაგას გეუბნები ბიჭო ანუ ძალიან მარტივი შეკითხვა რა საკითხოს არა ვინ ხო ძალიან მარტივი შენი ადამიანები დაახმარე ხო ხო მიდი რა არა ვერ დაახმარე თო შენ თო დაახმარ მე ხო და მაშინ ხო და აი მან მივედი მაშინ თუ ვერ დაახმარ მოდი და იყავი მომხრე რომ ომი დამთავრდეს გასნიშა რაღაცა ბერკეტები თუ რაღაცა თუ გვიმალავნა ჩვენ არ ვიცით გასაგებია თუ გასახევი გზა ანუ იმდენი აქვს ნალაპარაკები ეს გეუბნები ხო მან მივდივარ ეხა ზუსტად და ამაში იმის მაგივრად რომ სადაც მიხვდე და გაჭმდე და ანუ აღარ აიღო შენ თავზე კიდე ისო ადამიანები შეცდომაში შეიყვანო ვიღაცა მოაგულიანო ვიღაცას მოატყო ანუ ამის მაგივრად კიდე აი ბოლომდე წურავ შენ ზელენსკი წარმოიდგინე რომ ომი დამთავრდა და მშვიდობა ზელენსკის როლი არაფერი ცარიელი ადგილი რჩება ხვდები და ეხლა მაგის ტვინში წარმოიდგინე რეები ხდება ეს ყველანაირად ცდილობს უბრალოდ ომი გაიწან თავის გადარჩენას ცდილობს სხვას არაფერს ვითი უნდა გადარჩეს ეგ ჩვენ მაგრამ ეხლა შენ იმის ადგილას დააყენე თავი შენ ეხლა ადამიანს რაღაცა ხო და ვირთხას უკურთხეში მიაწვენ ხო ანუ შეტევაზე გამისა შიში ანუ შიში ან ამის ტვინში ეხა სერიოზული პანიკები ხდება ყველანაირად ცდილობს რომ რამენად გადარჩეს ეს მიზანმიმართული ის იყო ეხა აქ რაც მოხდა ეს ისტორიაში ეს რაღაც სხვა არასდროს არ მოხდა და თან ეს დაგეგმილი იყო ეს თავიდანვე მეც ეს აზრი გამოჩნდა და მე მაგალითად რაღაცები რომ წავიკითხე გავიცანი უფრო გამიმტკისა რა ეს პოზიცია რუბიო სახელმწიფო დივანი ამ საკრასაკო მინისტრი ვინც არის 10 დღე ძალიან გვიჭირდაო უკრაინის ხელისუფლებასთან ამ თემებზეო რაღაც კომუნიკაციაო მე ითხოვდენო რომ ჩამოსვლასო თავისუფლად შეეძლოთ ეს მინერალებს ხელი მოეწერა უკრაინაში საერთოდ არის ხო მაგითი არ გაიწერა ყველა 10 დღე ან ცდილობდნენ რომ მან ჩამოგვიყვანე და მან მოვაწერტო ხელს მან თუ იყო ჩავიდა აგერ ხო ხედავ რაც მოაწყო ხელს არ მოაწერა და წავიდა
და ეხა ითხოვს მოვაწერ ხელს. ხო, და წარმოგიდგენ როგორ პალაჟენ ჩაგწარმოდი, არც სასტუნოს ფული არ გადაუხადეს. საჭმელი არ აჭამეს. იქ ეგრე პროტოკოლით ეგრე არის, რომ ის ჩაიან ქვეყნის ლიდერები, როგორ აიცი, რომ შეხვედრის შემდეგ რაღაცა ვახშამიც არის, არც აჭამეს. წარმოგიდგინე. და ისე გააგდეს, არც ფული არ გადაუხადეს სასტუნოს, არც ფრენის არაფერი და აბა, კარგად ბრძანდებოდით, ბატონო ზელენსკიო და კიდე რა არის ხა აქ თავი აქცენტი რა არის, რომ ვენსირო ეუნება, რომ არასრულწლოვნები და ადამიანური რესურსის პრობლემა აქვს კიდე. და ისა რა ქვია, ეს ეთანხმება თან რომ კი ეგრე არისო და ეხლა მოდი განახებ რა ხდება უკრაინაში ძალით როგორ მიათრევენ ახალგაზრდა ბავშვებს ომში. კაცებს რამდენიმე გადაცემით ადრე გქონდა ჩვენ აუდიტორები. და რა მახსოვს? გქონდა გქონდა ჩვენ მაგაზე ლაპარაკი, რომ მეთქი აი როგორ ხდება თქო გახსოვს, მე შენ აღარ მახსოვს რომელიღაცა ვამბობდით, რომ ესეთი ფაქტები ხდება და მაშინ ცოტა აი არ ბადრდებოდა ეგეთი ვიდეოები და არ ჩდებოდა რა და ეს წარმოგიდგენ ვიდეო ძალიან ბევრი ხო არის, მაგრამ რამდენი არის რომელიც არც არ გადაუღიათ უბრალოდ ხო ეხა ყველაფერს ხო ვერ გადაიღეთ ხო თან გადაღებას არის გადაღება ისეთი რაღაც არ არის რომ გადაიღე და მაგათო დაგინახონ всё შენ მენამანდ მაგობაში ხარ შეგულები ხო წარმოგიდგენ It's bigger, you are not me. სუშობია. მასე მეათრევა ნახე კიდე. რასაც ყალია ბიჭო როგორ არ უნდა რა, ყველა გმირი ხო ვერ არის, მე ხვდი აი ვიღაცა ანუ ომში ხო რაღაცა უნდა ხო რაღაც სიმამაცი წასვა რაღაცა ყველა გმირი ვერ არის რა, მაგრამ ომში შეგიძლია სხვა რაღაცაში გამოიყენო ხო ადამიანი, ყველა აუცილებლად ხო რა ომში წავიდეს ხო იქ ვიღაცა რაღაცა დაეხმარება ხო მე თან ეს საწყალი ბიჭები ნახე ბიჭო ახალგაზრდები იმენა ტენიან მანქანაში და შეულებრივ საზარბაზნე ხორცები არიან რა, სხვა არაფერი არ. აი რესურსიც რო არ გაქვს უკვე რა ქვეყანას და ანუ ამაზე რომ მიდიხარ რომ ბავშვი ველოსიპედით რომ მოკატაობს, ან მაგას ხელს რა ქვია ჩასაფრებას უწყობ და ხელს კრავ აგდებ და რა ველოსიპედი და რა კატაობა წამოშვილო ომში მაგას უკეთ. ეგეთ მდგომარეობაში რო ხარ ქვეყანა მისული რა, ქვეყნის ლიდერი რო ხარ, რომელიც ქვეყანაც მანდ მივიდა. და ომის გაგრძელება რო გინდა. და რო გეუნები რომ მოდი რა დიპლომატია რაღაცა და არა რა დიპლომატია რო იძახი, რა დიპლომატია რა ვისთან დიპლომატია. ანუ მაშინ ეცი როგორ არის ამას ხო იძახის მაშინ გამოსავალი ხო რა მაგრამ უბრალდები და უცდილობს ის დაბალი ტონით ადამიანი მოკლედ უფრო განადგურდა უკრაინა ანუ მე ვინმე მოვიდეს და მითხრას რა მე ანუ დაუჯერ მე პროსტა ვერ ხვდები ომი ანუ შვიდობა თუ არ გინდა და დიპლომატიით თუ ვერ აგვარებ და იძახი რომ არ მოგვარდება პუტინთან კაი შეიძლება არ მოგვარდეს ხო სწორედ დაგიჯერმა გამოსავალს რა შეხედა ვერ გავიგე ფაქტი ხო არის 3 წელი ომი მიდის და მილიონზე მეტი ადამიანი არის ქალაქები ნადგურდება, ინფრასტრუქტურა ნადგურდება, ყველაფერი, ანუ ადამიანები აგერ ახალ არასრულწლოვნებს ბიჭოც ტენიან და მიყავთ ძალით ჯარში და ეხლა კიდე პოლიტიკა როგორი უცნაური რაღაცა არის რა, ეხლა ამერიკა და რუსეთი უფრო მოკავშირეები გახდნენ. ეხლა ორი დღის წინ მტრები იყვნენ. აი ისე ჩერჩილს აკნა თქო რა არ არსებობს პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მეგობრები არსებობს მუდმივი ინტერესებიო რა და აი ჩერჩილს ესეც რო არ ეთქვა უბრალოდ სოფლიო ისტორიას რო გადახედა ყველაფერი მარტივად ჩანს აი მაგალითად ეხა საფრანგეთი და საფრანგეთი და ინგლისი მოსისხლე მტრები იყვნენ ეხა ნაპოლეონოზოს მაგრამ ნაპოლეონი მაგალითად ინგლისელებისთვის მტერი არის რა ვერ იტანენ და ეხა ფრანგებისთვის გმირი არის დღეს საფრანგეთი და ინგლისი მოკავშირეები არიან და ეხა ერთმანეთს ხვდებიან ძალიან ბევრი ის გადახედო ისტორია სულ ესე არის ვიღაცა აი რუსეთის და საფრანგეთის და ბრიტანეთსაც კავშირი ქონდა იყო ესეთი მომენტები ეხლა ანუ მივხვდი აი ეს პროსტა ხალხს არ უნდა უკრიდეს აქ არის მხოლოდ ინტერესების გატარებენ სხვა არანაირი ინტერესი მაქსიმალურად ეცადო რომ რიტორიკა არ იყოს იმისგან განსხვავებული შენ ლაპარაკობდი დღეს და 2 წელს შენ ლაპარაკობ სხვა არ იყოს ხო ეგ ხო მაგას უნდა შევეგუოთ მაგრამ დღეს რაც ხდება რავი ანუ მინა ჭაობში მიგათრევს ტიპი რო ხედავ რომ ჭაობში მიდის თან რა პირდა წამო მაგარია ჭაობი მაგას გიკეთებს და ეუნე რომ ჭაობია შენც რომ მიდიხარ და რამეც რომ მივდივარ რა შენ მაგას არ გუშავებ მაგაში ვცხოვრობ აი ეს გარეწარია აი ზელენსკი რა 2008 წლის ჩენომზე რაღაც სკეჩი როა ხო გაქნანახი რო გვეღადავება რა ხადაო ნახე რა და ეხა ზუსტად ჩემო ეხა ამ პალაჟენიაში არის რა
თვითონ. Давай рассказывай по порядку, как все было там. Давай, Я говорю, рассказывай давай. Путин война начинать, я с ружьем бежать, самолет летит, бомба падает, я какать. Что? Я какать хочу. Слушай, какое ружье, какой бежать? Ты танки должен был купить, а? Ты танки купил? А? 2, говорю, танки купил. 2 танки купил. Ну а почему не стрелял? Танки поломанный оказался, без дул. ყველაფერსო თავი დავანებოთ რა. ეგეთი სამარცხვინოობა რო გაკეთებული რომ ერზე რომელიც ომში იყო და ვისაც ეომებოდა. ანუ ზუსტად ისე გიჯდება ყველაფერი რომ ანუ ბომბავდა რუსეთი და მაგაზე აქვს ჩვენი დროშით ღადაობს. ჯერ ამის საღადაო ვინ ეს არის? ჩვენი ჰიპლოლენდის წარმომადგენლები ამას რითი აპრავებენ იცი? რა მოხდა სკეჩია. რა სკეჩი და რეალიზაცია სკეჩი ომზე ხო, აი, ხოცა სკეჩია დაიბომბა რა. ოჯახები ამოსდა და ჩვენ ბომბობდა ეს დგას იმით და აიმენა ყველა კამერა აქეთ ყველა კამერა აქეთ რასაც დათეს იმას მოიმკი ეს ერთი ხო არის ხო უეჭველი ხო არის ესე მე გადაერქვა ამას კარმა და შარმა და შენ რაც გაგაკეთებული ზუსტად იგივე ხო დაგემართა ზუსტად იგივე დამართე შენ ხალხს გაიღვიძეთ ხალხო რომ უბრალოდ სიტყვას მაგხელაფასი აქვს რომ ესეც საზიძღრობას ამაზე რო გადაობ და ამას რო აკეთებ ანუ რო არ გჯერათ ხა წარმოიდგინეთ მან შევა პუტინი ზის და მაგის წინ აკეთებს ხო იცი ამას კეთს ეგ არის რაღაც დამონტაჟებული ვიდეო თუ რაღაც იცინის მე პუტინი ამით ანუ არა რაღაცაზე მე მაგ ნახე რომ ამის იმაზე მართლა ის რაღაც ვიდეოში არის ხო მე მგონი გაკეთებულია არა ამ გადაობას რომ ამბობს მაგაზე არა და ამას გადაობდა ეგ მოგდის რაღაცზე უნდა მართლა რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერი ნათელია პროსტა ხალხო იცოდეთ რომ ანუ ეს საზიძღარი პარაზიტი ადამიანები გადის აგერ 7 წელი 8 წელი და ეს პარაზიტები ზოგი პრეზიდენტი ხდება და ზოგი პრეზიდენტის მრჩეველი და მე აღარ ახსოვთ თვითონ ეს რო გაკეთებული აი ეს სამარცხვინოობა რო გაკეთებული ერის წინაშე და იმ ერისგან კიდე ამ ხელა გვერდში დგომა რო გაქვს და რო ვერ იმსახურებ დაუნახავი უმადური სწორად უთხრეს იმ ოვალურ კაბინეტში რომ დაუნახავი და უმადური ხარო რა ეგრე არის ხო ეგ არის რა ეხა წარმოიდგინე ჩვენ აი პროსტა ნახე ერთ რაღაცას დავამატებ რა მაგრამ ჩვენ ოდნავაც არ გავართ და ჩვენ არავის არასდროს ეგეთ რაღაცას მაინც არ გავუკეთებთ სულ რო ზუსტად ვიცოდეთ რომ ჩვენ არავისთან ომში ეგეთი რამე არ მოგვივა პროსტა იცოდეთ რომ აი ეს ნედაცემული არავინ არ უნდა იყოს და ამითი რომ ესო გაუკეთებიათ შენთვის და პასუხი ცხოვრება მაგებინა მაგაზე თვითონ ამ ადამიანს მაგრამ იცოდეთ რომ აი ესეთი საშინელება აზე არც ხუმრობა არ შეიძლება და არც არავისო უსურვო ეგ არ შეიძლება რა ყველა ნედაცემულები კიდე ახლა გავიმეორებ მაინც ისინი არიან აი აქ ქართველი ჰიპნოლენდის ეს დებილები ბოდიში და თუ ამას აპრავებენ ბიჭო ხო შეიძლება ან უშესტომ ხო არავინ არის უშესტომ და მაგათი ხო შეიძლება ფარო შეეშალა და მოდი ვაპატიოთ ეგ მაინც თქვი რატო აპრავებ ამას აპრავებს რომ სკეჩია რა მოხდა საშინელი თქვი რომ შეეშალა და მოდი ვაპატიოთ ეხა ომში მივხვდი ხო 1000 რაღაც ხო შეიძლება ყველაფერში რომ თავს იმართლებენ ბიჭო ეს ანუ ისო ხდება და იძახის ჩემი ერთადერთი პრეზიდენტი მყავს მე და ეს არის ეგ ტიპია ალბათ მაგათი დირექტორი არის ეგ და ეგ ყველაგან თემაში უნდა ვახსენოთ ეხა იმას სადაც ვახსენებთ კი ეგ გახსენებელია ყველგან აი მოდი ნახოთ აი ომი რო დაიწყო ერთ კვირაში ელჩი გაიწვია საქართველოს რომელიც ბოლომდე იქ იყო ყველამ საელჩოები დაკეტა ინგლისმა ამერიკამ გაიქცა ყველა ომი რო დაიწყო ბოლომდე იყო ჩვენი საელჩო ელჩი გაიწვია რის გამო პროსტა აი ჩვენგან გაიწვია მარტო ელჩი ხო ბელორუსიდან არ გაიწვია ბიჭო იქიდან ნუ ისე თავიდან ბელორუსიდან ის რა ქვია ჯარი იქიდან შედიოდა სამარცხვინოა ეს ხო ძალიან ნათლად ჩანს რომ რაღაცა მიზანი იყო ეს ანუ ბიჭო ამას თუ ვერ ხედავ ნუ ძალიან პრობლემა გაქვს ეს აი მოდი ერთ წამე ასევე დაუყოვნებლივ ვიწევთ ელჩს საქართველოსთან მოხალისეების ხელშეშლისთვის რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის წარმოიდგინეთ აი ხა ნახე რა სიდახის სანქციები რო დაგვეწესა ანუ ნადგურდებოდით და მაგას ეხლა აღიარებთ ის ოპოზიციაც რომ არა ეხლა ეს პარტიოხსნის უკვე სანქციებს კაი სანქციები კაი მეორე ხარისხოვანი სანქციები აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის რომ რის გამო რომ მოხალისეები არ გააგზავნო ანუ მოხალისეებს რო აგზავნი უკვე ოფიციალურად ნიშნავს რომ ომის მონაწილე ხარ და ეხლა მაგდროინდელი განცხადებები ქვეყნის სხვა ქვეყნის ლიდერები რას იძახიან მოხალისეებთან დაკავშირებით ეხლა წაგიკითხა აი მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში თვითფრინავს არ ვაგზავნით რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევს გამოიწვევს მართალია
მაგალითად რუმინეთის პრეზიდენტი ჩვენ ქვეყანა არ იქნება ჩართული უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში. მაგალითად ისრაელის პრემიერი ისრაელმა არ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა ჩაფხუტებს და თავდაცვით იარაღის მიწოდებაზე. ხო, ყველა მოარყო და ეს მოგვიტრია და ჩვენ დაბალი ღობე გავეჩიდეთ. პრემიერი ინგლისის პრემიერი ბორის ჯონსონი. დაბალი და ღობე ვინ არის? აგერ კი გამოჩნდა იქ რომ იმენა. აი ნახე, ბრიტანეთის მთავრობა აქტიურ მხარდაჭერას არ უწევს იმ ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ. ბაიდენი უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ არ ვიომებს ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირ კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომია. წარმოგიდგენთ 3 წლის წინ პირდაპირ ამასაც იძახთ ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ომს. ჩვენ უნდა იომო მარტო. ეხლა ეს სიტუაცია არის და კიდე ბიჭო რეებს ვცდილობენ. ჩვენ მოხალისეები რო არ მაგის გამო არ გახსოვს აქციები რო იყო და ზელენსკის პირდაპირ ჩართვა და ვაიმე და რო იპუტავდნენ და ბოდიში და ცოტა ვიღაც ერთშება უსველდებოდა აქცინეთ. არა მიხდი აი ხვდები აი რაში გაცხოვრებდნენ ბიჭო ვერ გაცხოვრებდნენ მაგაში ცდილობდნენ რომ გვეცხოვრა მაგრამ ვიღაცა ხალხი აცხოვრეს მართლა და ანუ ძალიან მაგრამ ეცოდებიან მაგრამ ვეღარ ბიჭო იცი რა ხდება არ გახსოვს ომი რომ დაიწყო რა ხდებოდა ანუ ზელენსკი ვინ იყო არ გახსოვს და ეხა ეს ამ როლშია ჩარჩენილი იცი შენ ჩვენ წინა გადაცემაში გვინდოდა იმ ვიდეოს გაშოვა და პროსტო ვერ გავაძრეთ გაიხსენე ის ზელენსკის ის რო უდგათ იტალიაში და ფოლე მაშინ ხო მაგაზე იცახ ხო და იყოს და კიდე ვიდეო რო დადო და ანუ ეგონება რომ ზელენსკის მტერი კი ორ რაც ხდება და როგორც ხდება და ვინც როგორც იქცევა შესაბამისად ვიქცევით ჩვენს და ეგ არის რა ვიტყუებით რამეს ვინმეს ვაბრალებთ რამეს თუ რაც ხდება მაგას ხო მაგას აი ნათელი მაგალითი იმს ახლა ჩვენ რას ვლაპარაკობ რა ხდებოდა ზელენსკიზე რომ ზედავთარი ამოდიოდა და რაღაცა ღარიბაშვილი ქვეყნის პირველი პირია და სადღაც არ მახსოვს სად იყო ეს ევროპის რომელ ქვეყანაში ტარდებოდა ეს შეხვედრა მაგრამ ეს აი ნახე ხა ჟურნალისტი როგორ მიზანი და არა და კაც როგორ პერიოდში გასხორებდნენ იცი რომ სიმართლის თქმა იყო ანუ ვერ იძახთ სიმართლეს რა გეშინოდა ქვეყნის პრემიერს ეშინოდა სიმართლის თქმა აი ხა ნახავ აი დააკვირდეს ჟურნალისტი როგორი ჯერ აი Can I just ask to go back to my first question though, which was why do you think Russia launched that invasion of Ukraine in 2022? I think everybody knows the reason. I'm not sure I do. What do you think it is? I think you know it well, and the audience knows it. One of the main reasons was NATO, right? NATO enlargement, right? And many other reasons. You think that NATO enlargement provoked the war? Well, I don't want to speculate, okay? And I don't want to quote the statements of the Russian government, but one of the reasons was Ukraine's will and determination to become a member of NATO, and so therefore we see the consequence. ეხლა წარმოიდგინე რა ზუსტად მახსოვს ეს პერიოდი რა ხდებოდა ამან ეს რო თქვა ღარიბაშვილმა რომ ნატოს გამო დაიწყო მაგ ჩვენთან რა მოხდა იცი ან ეს მიზანმიმართული პროვოკაციული შეკითხვა იყო ჟურნალისტის მხრიდან ეტყობა კიდევაც და ისედაც და ისოდენ რა პასუხს გაცემდა და მე აქ უკვე მზად ჩვენი ეს გიენები ერთი ამბავი ატეხეს რომ აქ იმენ იპუტავდნენ ყველაფერს და აგერ მოდი ეხა ნახე აგერ აი ღარიბაშვილი რასაც იძახდა დღეს აგერ მაგალითად ასე ტრამპი ნატო სავარაუდოდ უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი იყო კიდე ანუ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ანუ ყველაფერი მაშინაც ეს ძალიან ათელი უბრალოდ ეს სიტუაცია იყო შექმნილი რომ სიმართლე ვერ ამბობდი იტყოდი და სერიოზული ბულინგის ქვეშ იყავი. არა და ადამიანი ძალიან შეუძლია სიმართლე თქვა არაფერი ისეთი ანუ გასაკვირი არაფერი არ ვთქვას მე ხვდი. ხო და ბოლოს ზელენსკი გამოდის და იძახის რომ საბოლოოდ მოგვატყუეს რომ ნატოში შეგვიყვანდნენ. ხო აი ეს არის დასასრული. ანუ ხო, აი მიხდი, ეს არის ყველაფერი და ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ეს ცდელობა ჩაივლიდა ისევ, ანუ გაფეილდებოდა და ვერ გავიდოდა ბოლოში და უბრალოდ ამ ხალხმა მიიღო ამხელა დარტყმა და ქვეყანა. ხო და რა არის? ნატო არის მიზეზი და არა მიზანი. მიზანი არის სულ სხვა. ეს აღოდ დღეს კი არ ხდება, ანუ ამ ბიზნეს განხორციელებას არის საუკუნოვანი ომების ლოჯისტიკური, რომელიც ეხა ესეც გაგზელება, ხო რა, გაგზელება ამ ყველაფერს. იყო ერთი ესეთი სერიოზული გეოპოლიტიკოსი და გეოგრაფი ინგლისელი ჯონ მაკინდერი, რომელიც 1904 წელს დაწერა
ნაშრომი ისტორიის გეოგრაფიული მდებარეობა. სადაც იქ პირველად გამოიყენეს ეს ცნება ჰარტლენდის, ეს ჰარტლენდი რაც არის რა არის მე დედამიწის შუაგული, ხო? დედამიწის შუაგული, ხო? მაგრამ ნუ მე ეს გავშალოთ უფრო, მაგრამ მინდა რაღაც ესეთი რაღაც ნათქვამი აქვს, რაც ეხა ხდება დღეს ამ რაღაც ამ სიტყვებში ჩანს რა ძალიან კარგად. ის ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ის ფლობს დედამიწის შუაგულს. ის ვინც მართავს დედამიწის შუაგულს, ის ფლობს სოფლიო კუნძულს, ანუ ევრაზიას. ის ვინც მართავს სოფლიო კუნძულს, ის ფლობს სოფლიოს. აი ეს არის ვაფშე თელი მარტივი აი ამ რაღაცა პატარა ციტატაში ჩანს ყველანაირი მიზანი ანგლო-საქსების. და რა არის ხა ჰარტლენდი? ჰარტლენდი არის დედამიწის შუაგული. დედამიწის შუაგული, ანუ ჰარტლენდის ტერიტორია არის თელი რუსეთი და უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც ეხლა რუსეთს აქვს დაპყრობილი. აქ არის უამრავი ბუნებრივი რესურსი. და ანგლო-საქსები, ანუ ზღვის ცივილიზაციები, ვინც არის ყველაფერი ხო ზღვით დაიპყრეს და ეს ერთადერთი ადგილი არის, სადაც ზღვით ვერ შედიან, რადგან ყველა მდინარე ჩაედინება ჩრდილოყინულოვან ოკეანეში და უბრალოდ ფიზიკურად ზღვით ვერ მიდიან. დაიწყეს ფიქრი ამის შესახებ, რომ რა ქნან ახლა ეს ამ ტერიტორიაზე უამრავი ბუნებრივი რესურსია. დაიწყეს ფიქრი იმისა, რომ როგორ შეაღწიონ ამ ტერიტორიაზე რა. და მე ეს 50-იან წლებში იყო ესეთი კიდე ერთი გეოპოლიტიკოსი ნიკოლოზ პაიკალი, რომელმაც რიმლენდის ცნება შემოიტანა ეს გეოპოლიტიკაში და რა არის ხა რიმლენდი? რიმლენდი არის რუსეთის ყველა მოსაზღვრე ქვეყანა, საერთოდ ვინც ყავს რკალად ესე, ყველანი რიმლენდის ტერიტორია, ანუ ჩვენც რიმლენდში შევდივართ სომხეთის, ყაზახეთის, უკრაინაც, პოლონეთის და ამ შემდეგ რა. და რიმლენდის მისია რა არის, რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება ეს რუსეთი მოკვდონ და თუ ხარ დაკვირვებული ხარ ამასაც თავი რო დავანებოთ, უბრალოდ რო გადახედო რა ხდება ჩვენთან, რა ხდება ყაზახეთში, თუ გახსოვს რამდენიმე წლის წინ რა ხდებოდა და უკრაინაში რა, ან მიზანი მართული მიდის აი რუსეთის მოკვდვა და ყველანაირად ცდილობენ რომ არ კონდეს რუსეთს თბილ ზღვებზე გასასვლელი, ანუ შავ ზღვაზე. და თუ რატო არ უნდა ქონდეს შავ ზღვაზე გასასვლელი, ამას ძალიან კარგად ხსნის ბჟეჟინსკი იყო, ბოდიში ბჟეჟინსკი იყო, ესეთი პოლიტოლოგი და ამერიკის ერთ-ერთი მთავარი გეოსტრატეგი, რომელსაც 1997 წელს დაწერა ძალიან ესე ცნობილი წიგნი დიდი საჭიროებო დაფა. სადაც იქ ანუ პირდაპირ წერია, რომ უკრაინა არის ახალი და მნიშვნელოვანი სივრცე ევრაზიის საჭიროებო დაფაზე, რადგან ის წარმოადგენს გეოპოლიტიკის ცენტრს. და რუსეთი უკრაინის გარშე წყვეტს ევრაზიის იმპერიად ყოფნას. მოკლედ მეგობრებო, ეს ეხა ჩემი აზრები კი არ არის, მე ამას რასაც ვლაპარაკობ, ეს არის ინგლისელი, ამერიკელი, რავი, გეოპოლიტიკოსები და ბავშვი მამები ვინც არიან გეოპოლიტიკის, ამ ხალხს ან რომელს სიტყვასაც ითვალისწინებენ და მე ესე მოქმედებენ. უბრალოდ ეხა მე ეს რაც ვილაპარაკე, ეს ყველაფერი აგერ ჩვენ თვალწინ ხდება. არანაირი როგორც ჩვენთან არანაღვლებ დემოკრატია და ეს უბრალოდ საბაბია იმისა, რომ ქვეყანაში არეულობა იყოს, ისე არის ეს ნატოს თემა უკრაინაშიც. არავინ არ აპირებს უკრაინის ნატოში გაწევრას, პირდაპირ იძახიან მაგალითად. უბრალოდ აქ არის სხვა მიზნები. აი ეს ეხა რაც ვილაპარაკე, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად აჩენს, ან ძალიან მარტივად ჩანს ჭეშმარიტება რა. მეგობრებო, კიდე რა არიცით, რომ უბრალოდ ეხა ეს წიგნი აი მაგალითად დიდი საჭიროებო დაფა რა, არც სახიდან გასვლა არ დაგჭირდება, უბრალოდ ინტერნეტში დიდი საჭიროებო დაფა დაწერე და ონლაინ PDF ფაილით ამოგიგდებს ამ წიგნს, დიდი წიგნი არ არის. უბრალოდ წაიკითხეთ, რაღაც უბრალოდ გაიცანით და არ არსებობს რომ სხვა რაღაცა შეხედულებები არ გაგიჩნდეთ რა. ჭეშმარიტება არის დეტალებში. ხო, ანუ წაიკითხეთ, რა დაყრდნობით გვიჩნდება ჩვენი საზრები და ჭეშმარიტება არის დეტალებში. ზედაპირზე ესენი რასაც გვაჩვენებენ, ეს ყველაფერი ფარსია. CNN-დან დაწყებული TV პირველი დამთავრებული შენ ამას უყურებ და აქედან აზრები იყალიბდება 10,000% მცდარი აზრები გაქვს რა, არ არსებობს არ არსებობს აქ რომ რამე სწორი აზრი ქონდეს რა. უბრალოდ უფრო მეტი ჩავიხედოთ და არ არსებობს რომ ჭეშმარიტებას არ მიაგნო და უბრალოდ ძალიან ნათლად ჩანს მე უკვე ეს ყველაფერი რომ იცი რა ხდება, ძალიან სხვანაირად უყურებ მოკლედ ამ ყველაფერს რა. ამის თქმა მინდოდა მე. რავი, უკრაინის იმის რა ქვია, ეკლესიის ამ თემას არ შევეხოთ, უკრაინაში გამდები გვაქვს. აი, ზუსტად ეხლა მაგის თქმას ვაპირებდი და დამასწარი შენ. აი, მოდი ეხლა ეს ყველაფერი არის აი იმის შედეგი რანაირადაც
იქცევა უკრაინის ხელისუფლება მართლმადიდებულ ეკლესიას, რომელსაც ეძახიან რუსულ ეკლესიას. ბიჭო, რა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, როგორ ანუ რუსეთი საერთოდ არც არსებობდა პირველ საუკუნეში ქრისტიანობა რო შეიქმნა, ანუ მაშინ მართლმადიდებლობა სიტყვა არ არსებობდა, ყველა ქრისტიანი, ან ყველა ჩვენ რა ჯულზე ვთქვათ, მაგ ჯულზე იყო მთელი სამყარო. და მე შეიქმნა სხვა რელიგიები. ანუ რელიგიაში საერთოდ ანუ რელიგიასაც როგორ ეხებით? აი ესე ცუდად ვერ ხვდები, რომ რაც სახელს არქმევთ. ამერიკელი ადვოკატის პატარა ამერიკელი ადვოკატის რომელი ადვოკატიც გამოირჩევა პუტინის წინააღმდეგ რომელიც ხო რა მე რამდენიმე აი მოდი მოусმინოთ ერთად ქვეყანაში წარმოადგენენ რუსეთის მთავრობის საწინააღმდეგო პოზიციას პუტინის ოპონენტების პოზიციებს თუმცა ეს არ აჩერებს უკრაინელების უზარმაზარ დეზინფორმაციას ჩემს შესახებ გამარჯობა ეს კი იმიტომ რომ მე ვიცავ მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინაში რომელიც მთავარი ეკლესიაა ქვეყანაში, რომლის განადგურებასაც ზელენსკი და მისი განგსტერული ბანდები ცდილობენ. მე მხარში ვუდგავარ რამდენიმე მღვდელს, რომლებიც უკანონოდ ჩასვეს ციხეში. გუყავს ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ახლა ლონდონშია, რომელმაც დატოვა ქვეყანა, რადგან ზელენსკიმ პირდაპირ მნიშვნელობით გაგზავნა ხალხი მასთან. არ მინდა სიტყვა ლიკვიდაცია ვიხმარო, მაგრამ ამ ამბის გამო ამ პიროვნებას საზღვრიდან გაქცევა მოუწია. და ეს ადამიანი არის რადას წევრი. მას პირადი დაცვა მოუხსნეს. ის გაიქცა სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მისი დანაშაული იყო ხმამაღლა საუბარი კანონის წინააღმდეგ, რომელიც მის ეკლესიას ანადგურებდა. აი ხა რასაც ეს კაცი ძახის აგერ უბრალოდ მაგალითებად და ფაქტებად ვიდეოებს განახებ თავის სურათებით აგერ მამაები რო ციხეში ყავთ გამოწყვლეული და ეკლესიებში ვარდებიან და რიტუალებს ატარებენ და აი ნახ და ხალხი მართლაც ლოცვარდებიან ხო ბიჭო უვარდებიან ეკლესიებში და რაღაცა საშინე Це свято я роблю кожен день. Шахеди, тривоги, орєшнік. კიდე ნახე კონცერტებს ატარებენ ბრო ნახე მოგა ფიჩობებს ხატი და ფაქტიშობი კაცო მაგ ეკლესია ხატები ანუ ეკლესიაში ეს რამეს ვინმე ემსახურება ეს ორკესტრი ვიღაცამ დაიქირავა და მაგ მოაწყო კონცერტი ჩაატარეს ეკლესიაში. მაგრამ კონცერტი ხდება ვაფშე არის მან ეგრე კონცერტი აგრა ფაქტი არის ესეც საშინელი კონცერტი ხდება. ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა არავის არ მოუგია. არასდროს. ღმერთის წინ ვინც წავიდა ყველა დამარცხდა. ისენიც მაგ გზას გაუყვებიან მილიარდი პროცენტი არ არსებობს აქ სხვა გზა არ არსებობს უბრალოდ და თან ნუ ფაქტიც არის რომ ესე ხდება ხო ახალი არაფერი არ არის რა უბრალოდ აი ვერ ხვდები რა საით მიექანება ეს სოფლიო მაგრამ მადლობა ღმერთს რაღაცა გამოანათა რაღაცა მაგრამ ეს ყველაფერი შეჩერდება რა და აღარ იქნება რა და რაღაცას რამოდენი რაღაცა პერიოდი რაღაც სიწყნარე და სტაბილური და სიმშვიდე იქნება რა სოფლიოში ანუ ხო შესაძლებელია რომ რასაც არ უნდა აკეთებდე ადამიანი რა ადამიანურად აკეთებდე თუ კი მანდ ადამიანურობა შეიძლება რომ იყოს ხო ყველაფერს ხო თავის წესი აქვს ადამიანობაში როგორ შეიძლება ხო ვინმე ჩათვალოს რომ ხა ჩვენ რაღაც გვიხარია ამით რამე არა პირიქით რა ჩვენ გვტკივა ის რომ როგორ უნდა მიხაროთ ეკლესიაში ჩვენ გვტკივა ის რომ აი ხა ესაც უკრაინაში ხდება ეკლესიის წინააღმდეგ რა და ანუ რო შეძა მრევლი რომ თავის ხელით ყრის ამას ანუ ოშ რა უნდათ რა ანუ იდეა რა დევს რომ ანუ ეკლესია გადააქციონ მიდევნა მართლმადიდებელ ეკლესიის სხვა ეს მიზანია სხვა არანაირი მიზანი არ არსებობს მეორე სოფლიო მერძი ალაპარაკდა და მაგას ამბობს და ეგრე არის და ყველა მაგით მოემართება და ესენი პირიქით არიან თუ კაი კიდე კაი მოდი ვიცი რა ვქნათ ეხლა ჩვენ პატარა ჩვენ კონკრეტულ საქართველოში რაღაცა თემას მინდა შევეხო რომელიც აი ძალიან ნათლად ასახავს ამათ სახეს აქ ამდენი ხანი ჩვენ რასაც ვაპარაკობთ, აი ეს არის ნათელი მაგალითი ამ ნაგრების. ოსტა ნახე. ო აი სტიქია რო იყო ახლა გურიაში.
ყველა რავი რა, ნორმალური ადამიანი, რაღაცა განიცდიდა და ასე შემდეგ, ხო? რაღაცა და გვინდოდა რომ ეს შარშება მალე დამთავრებულიყო და ხო და თითქოს საქართველოს ეგეთ დროს ხომ ყველაფერი აერთიანებს რო აი. კი, გაერთიანებულიც ვიყავ, მაგრამ მავნებლებმა ხო თავისი სახე უნდა აჩვენონ. თან ანუ რა ისე აი ძალით იმაშები რა ქვია, ანუ თვითონ იშიფრავენ თავსთან. აი ნახე, აი ლაივი აქვს ჩართული და გაეპარათ უბრალოდ ნახე რა გაეპარათ. ის მუშაობს. ხო. ა? კი. ელა ვაჭრობს რომ მუშაობს. მოგესალმებით, მეგობრებო. ამათ არა, ის მუშაობს. ნახე, აი სადაც ვერ მუშაობს და იქ არ ხდება ეგ, ხო, ანუ ეს უბედურება. რომ მუშაობს და ამათ არ აწყობს აი რა საძის ღრობა პროსტა. ინა გადაცემაში ზიამაღლობაზე რაც ვლაპარაკობ, ჩვენ უფრო ნერვიულობთ მაგის ჯანმრთელობაზე ვიდრე ისინი თუ ეს არის მაგალითი. ეს ხო ფაქტია, აი ეს არის რა მზიას თუ არ აინტერესებს. თან სააკაშვილი თუ გახსოვს რომ დაიჭირეს, ნომას გაფიცებ. ეს ხო თმეს იღება, სადა რომ დაიჭირეს, რაღაცა 2-3-4 ხდება, შეიღება თმე გაუჭაღარო და გამოიყარა. ხო იძახთ ამ მკვლევები მკლავენ და რაღაცა და ხალხი აქედან ვაიმე საწყალი ესე მალე გაჭაღარავდა და რაღაცა ის მაშინ რა იყო მეთქი ბიჭო რა გაჭაღარავდა ფოსა თმეს აღარ იღებას რა და ანუ აი თან მან რომ მიდიოდა მთელი ის პროცესი რო კლავენ კვდება თან არა უნდათ რომ ერთი სული ქონდათ რომ მოკლარიყო ან ნებისმიერი ცუდი რას ხდება ჩვენ ქვეყანაში იქია იქნება ან ყველგან ჩასაფრებული არა ნეტა რამე ცუდი მოხდეს ესეთი მავნებლები ბიჭო ესენი მარტო უნდა გადაასახლო სხვა რა უნდა უყვან არა იმენ მისდამოთ უხარიათ რომ მოღონთ ვიღაცას რაღაცა აი ეგ მოხდეს და აუდე რაც სალაპარაკო მოიცათ. ყველაფერი არის თავის ინტერესებზე გადასული და მაგითი წირო ვერ წავალთ ფაქტი არის და უკან თუ დაგხვევს, მაგრამ რა ვიცი, იმედი მაქვს რომ მალე ყველაფერი დამშვიდდება და დაწყნარდება და ეს ომი დამთავრდება და ყველა რაღაც მომენტში თავის ადგილს იპოვის და თავის გზას იპოვის რა. კი, იმედია რომ ეგ ყველაფერი. რა, იმედია კიდე ეს მიმოხილვები ადამიანებს ინფორმაციას ჩვენი გადაცემა ერთ ძალიან სასიხარულო ამბავით დავასრულოთ რა. მასკმა გააზიარა პოსტი, სადაც ნახსენებია ჩვენი პატრიარქი. კულევის თანახმად შობადობა დაქორწინებულ წყვილებში 42% გაიზარდა. მას შემდეგ რაც პატრიარქმა ყველა მესამე შვილს რო ნათმოს რა. წარმოიდგინე რა ხელა ავტორიტეტი არის ჩვენი პატრიარქი. სახელმწიფომაც რო თავის წვლილი შეიტანოს ამ ყველაფერში ჩვენ 20-30 წელიწადში სისტემოგრაფიული პრობლემები მეგონი მოგვიგვარდება რა მაგალითად ყოველ მესამე შვილზე რაღაცა ფინანსური დახმარებები რო იყოს ქართველებო ამ ხელა ფიგურები რო ნელ-ნელა ჩვენ დაფასებასაც და პატივისცემასაც და აღიარებასაც ჩვენ თვალწინ ყველაფერს აკეთებს ჯერ მართლა სადوار და ნელ-ნელა ყველაფერი მოხდება უბრალოდ გვიყვარდეს ისევ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი აი ეს სასიკეთო და კეთილი საქმეები რაც მართლა ქვეყანასაც ადგება და საქვეყნოდ შეიძლება სოფლიოში ამისგან მაგალითები აიღონ ჩვენი გვიყვარდეს და ჩვენსაც ვცემდეთ პატივს და ჩვენი ყველანაირად ჩვენი რაღაცები წამოვწიოთ წინ და ანუ საჩვენო საქმე ვაკეთოთ პირველ რიგში ეს დაეხმარება ჩვენ სამშობლოს და ეს რა რა მეგონი დავჭამთ ერთმანეთს და ვიყოთ ერთად რა შეიძლება განსხვავებული აზრები ვქონდეს და უნდა ვქონდეს რობოტები ხო არა რა თქმა უნდა მე და შენს გვაქვს განსხვავებული აზრები რა გვაქვს სულ მაგრამ პატივისცემა შენი განსხვავებული აზრები მაგას ვიზახი რომ ვცეთ ერთმანეთს პატივი და იმ განსხვავებულ აზრებსაც ვცეთ პატივი შეიძლება არ ვეთანხმობდეთ მაგრამ ვეცადოთ რა საერთო ვიპოვოთ რა მოდი ამ ნოტაზე დავასრულოთ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა ეპიზოდი მე მგონი გამოგვივიდა მგონი კარგად მივოვიხილეთ რა ცოტა ანუ სიმშვიდისკენ მოუწოდეთ ჩვენ თავებს და მაგიტომ რაღაც დიდათ არ მაგრამ თავარი იყო რომ გადმოსაცემი და სათქმელი რაც ყველაფერი კარგად მოიწოდეთ გვინდოდა მეგობრებო რომ მადლობა რომ გვიყურებდით subscribe არ დაგავიწყდეთ ამას ვერ ვართ მიჩვეულები ჩვენ მაგრამ ის და გაზიარება subscribe-ს თუ დაგვეხმარებით ძალიან მადლობელები ვიქნებით ისედაც და ასედაც მადლობა მინერალს ამიტომ უკვე 1-4 ჭიქა დავლიო უკვე მაგრამ მართლა გემრიელი ხალი არის და ცივი აი ძალიან ეგრევე გახსნი ეგრევე კიდე ერთხელ მე შეფუთვა მომწონს აი ძალიან რა აი შეფუთვით გამოვიყიდი ამას თუ ვიყიდი აი ხო ხდება წყალი აი რომ შევალ მაღაზიაში აი ამას უფრო ვიყიდი რაღაცა თან ახალი ხო სიამოვნე ადამიანებს გუყარს მადლობა კიდე ერთხელ მინერალს მადლობა შენ ჩემო ძმაო დიდი მადლობა კაი გადაცემა გამოგვივიდა და მადლობა მაყურებელს კარგად განდებოდეთ იმედი არ მოგაწინეთ კარგად